მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისა და ჩვენთან არს ერთად დაგლოცოთ, გილოცოთ ყველას დღევანდელ დღეს შეგვეციოს დღევანდელი წმინდანების მალე და მეოხება, მათი ლოცვა, მათი მეოხები ერთმა გადაარჩინოს, გაამძლიეროს, გაერთიანოს ჩვენი ქვეყანა და იფაროს ჩვენი მონასტერი და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. ჩვენმა ეკლესიამ დიდი პატივი მიაგო ამ დიდ მოციქულებს და დიდ წმინდანებს და ჩვენი მთავარი ტაძარი, ჩვენი ქვეყნის მთავარი, ჩვენი სიმბოლო, ჩვენი რწმენის და ჩვენი უფლისადმი სიყვარულის სიმბოლო არის ჩვენთან წრეთაში ეს დიდი ტაძარი, რომელიც არის 12 მოციქულის სახელზე აგებული. სვეტიცხოვლის ტაძარი, იცით ყველა, რომ აქ არის განისვენებს ყვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და საოცარი წყალობა და მადლი ღვთისა, რომელიც გადმოვიდა ჩვენს ქვეყანაზე. განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო ზოგადად ალბათ იმიტომ, რომ განსაკუთრებულად გვაქვს ჩვენს ეს ადამიანებს, ქართველებს, უფლის სიყვარული და მისი მსახურება, მისი ერთგულება. ბევრი ჟამი იყო ისეთი, როდესაც ჩვენ ქვეყანას შეეძლო განდგომოდა ქრისტეს ჭეშმარიტ მსახურებას, მის დიდებას და აერჩია სხვა ქვეყნის, სხვა ერების წმენა, რომელიც გადაარჩენდა, თითქოს გადაარჩენდა იმ მომენტში და იმ დროს, როდესაც იყო შემოსევები, როდესაც იყო ბრძოლები, მაგრამ ჩვენმა ერმა არჩია იმ დროს ის გაჭირვება, ის განსაცდელი და დაეთმინა და ხისეულად დამდგარიყო შეენარჩუნებინა ის რწმენა, რომელიც ოდითგანვე აქვს ჩვენს ერს. აქ აი დღეს მოხსენიებულმა წმინდანებმა, მოციქულებმა იქადაგეს საქართველოში ქრისტიანობა, ანდრია პირველწოდებულმა და ასევე რომელიც შემდგომ გამორჩეული იქნა იუდა ისკარიოტელის ნაცვლად მატათა, ისიც ასევე იყო შემოსული საქართველოში და იქადაგა ქრისტეს სარწმუნოება. აქედან ორი მოციქული, სიმონ კანანელი და მატათა საქართველოში განისვენებენ მისი წმინდა ნაწილები და ეს დიდი წყალობაა და ღვთისა ჩვენზე, რომ ჩვენ შეგვიძლია იმ მათ წმინდა ნაწილს, მათ წმინდა განსასვენებელს, რომ მივაგოთ ის პატივი და გქონდეთ ის სიყვარული ჩვენი მხრიდან, რასაც ის იმსახურებენ, რაც მათ გააკეთეს ქრისტეს ჭეშმარიტ მსახურებისათვის. დღევანდელ დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარება, სადაც მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ბოროტად შეპყრობილი ადამიანი განკურნა და მათგან განდევნა ის ეშმაკეულები, რომლებიც შეპყრობილი იყვნენ ეს ადამიანები. წარმოიდგინეთ იმ ეშმაკსაც კი, რომელსაც თქვა შეუძლია ადამიანში შევიდეს, ადამიანში ბოროტად იმოქმედოს და მისი როდესაც გადის ის და ეუბნება მაცხოვარსო და სთხოვენ მაცხოვარსო, აიო პოლტიო მძოვარი ღორთა არისო და იბრძანეო, რომ იქ შევიდეთო. წარმოიდგინეთ, რომ ამხელა ძალა იესო ქრისტეს წინაშე ყველაფერი უძლურია. ისინიც კი, რომელსაც შეუძლია თქვა ამდენი ზიანი მიაყენოს ადამიანს, ისევ ქრისტეს თხოვს, იბრძანეო, სადაც შენ იბრძანებო, მე იქ წავალო და იბრძანეო, რომ მძოვარ ღორშიო შევიდეო და რა თქმა უნდა შევიდა ეს ბოროტი სული და როგორც სახარებაში მოვისმინეთ, დაინთქნეს ზღვაში და გამოვიდნენ სოფლის მაცხოვრებლები და კიდევ მინდა აღვნიშნოთ ადამიანის დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, რომ მათ კი არ გაუხარდათ ის ვნებული და ეშმაკეული ადამიანი, რომ ნახეს განკურნებული. საერთოდ არ მეუქცევიათ იმ ადამიანისთვის ყურადღება, ის განიკურნა თუ არ განიკურნა, საერთოდ არ ადარდებდათ ის, მათ ადარდებდათ ის მატერიალური დანაკარგი, რომელიც მოხდა იმ დროს, როდესაც ის განიკურნა ეშმაკეული და მთელი ეს მატერიალური დანაკარგი, რომ ეს ზოვარი ღორთა კოლტი, რომ ჩაიშვა ზღვაში და დაინთქა ზღვაში და ვერ დაითმინეს ეს მატერიალური დანაკარგი, ვერ დაითმინეს და იესო ქრისტეს ეუბნებიან, რომ არ შესულიყო მათთან სოფელში და რომ წასულიყო მათგან. იფიქრეს, რომ კიდე შეიძლებოდა მსგავსი რაღაც მოხდარიყო და უფრო მეტი მატერიალური ზიანი მიეღოთ მათ და სწორედ ამიტომ, რომ მათ ადამიანის ცხოვრებას, ადამიანის სიცოცხლეს, ადამიანის გადარჩენას
ჩაანაცვლეს და ჩაანაცვლეს მატერიალური კეთილდღეობა და გაიმეტეს ის ფაქტიურად არის რომ გაიმეტეს ის ადამიანი ერჩინათ მას რომ ის ისეთი ყოფილიყო ეშმაკეული ყოფილიყო ტანჯვაში ყოფილიყო ვიდრე მათ ეს დანაკარგი ჰქონოდათ და დღესაც არის ესე არიან დღესაც ადამიანები შეუძლიათ აი თავისი მატერიალური კეთილდღეობა სხვა ადამიანის ტანჯვას და წამებას ანაცვლონ შეუძლიათ რომ აი ყველაფერი გააკეთონ იმისთვის ოღონდ მათ გქონდეთ ოღონდ მათ შეინარჩუნო ყველაფერი ამ ქვეყნიური სიკეთეები და ძმასაც გაიმეტებენ, ოჯახის წევრს გაიმეტებენ და უახლოეს მოყვას მეგობარს გაიმეტებენ. ოღონდ მათ ეს ყველაფერი შეინარჩუნონ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი საქციელია და საშინელია ღვთის წინაშე მსგავსი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ. ჩვენ უნდა შევეცადოთ ყოველი ჩვენგანი, რომ მაინც უპირატესი იყოს ჩვენი მოყვას. ხშირად მიწევს ამაზე ქადაგება. იმიტომ ვამბობ ამას თითქმის ყოველ მსახურებაზე, რომ ხედავ ჩვენს გარშემო, როგორ აღარ არის ადამიანის სიყვარული ადამიანის მიმართ. ადამიანი ადამიანის არ უდგას გვერდით, არ უნდა ადამიანმა მეორე ადამიანის რაღაცა ის ჯვარი იტვირთოს, თუ თანა ტვირთული იყოს იმ ჯვარის, რომელიც განსაცდელის აქვს ადამიანს. ასევე პავლე მოციქული ამბობს, რომ ურთიერთთა სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ ჯული ქრისტესიო და მერთმა შეგვაძლევინოს ჩვენ თითოეულ ჩვენგანს, რომ ურთიერთთა სიმძიმე ვიტვირთოთ, ურთიერთთას განსაცდელი ვიტვირთოთ და ეს არის ჯულის აღმასრულებელი და ესე აღვასრულეთ ქრისტეს ჯულს. ჩვენ ვიცით, როდესაც ჯვარცმული მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე მიყავდათ გოლგოთის მთაზე და მას თავისი ჯვარი მიჰქონდა. მასაც კი დაჭირდა შემწე, რომელიც დაეხმარებოდა, რომელსაც იმ თავის ამქვეყნიურ ჯვარს, იმ მძიმე ჯვარს მიატანინებდა გოლგოთამდე და ესე ვართ ჩვენ თითოეული ჩვენგანი, ესე ვართ. ეს არის ქრისტიანობა, რომ ჩვენ რომ ხედავთ ადამიანს უჭირს თავისი ჯვარის ტვირთვა, მის განსაცდელის გაძლება და გადატანა, ჩვენ აი როგორც მაცხოვარის ჯვარი იტვირთეს და წაიღეს გოლგოთამდე, ესე უნდა შევუდგეთ თითოეულ ჩვენგანი იმ ადამიანს, იმ სიმძიმეში, იმ განსაცდელის ჯამს და ჩვენ მასთან ერთად მისი ჯვარის ტვირთველი უნდა ვიყოთ, რომ ამ ადამიანმა შეძლოს ოდნავ ნუგეშით ბოლომდე მიიტანოს თავისი განსაცდელი და ეს მაცხონებელი იქნება იმ ადამიანისთვისაც, ვინც ესე ჯვარზე გაკრული გოლგოთამდე მიდის თავისი განსაცდელებით, თავისი გაჭირვებით, თავისი მწუხარებით და ჩვენ თანა ტვირთულობით მისი ჯვარის ჩვენს შეგვეწევა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და ჩვენთვისაც იქნება ის სულიერი აღდგომა და სულიერი სიხარული, რომელიც მოსდევს ჯვარცმას და ტანჯვას. ღმერთმა დაგლოცოთ, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მისი ლოცვით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით და მეოხებით ისევ შევთხოვთ, რომ გადაარჩინოს და გაამთრიოს ჩვენი ქვეყანა და ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი დაიფაროს იმ არჩევანისაგან, რომ მან არ აირჩიოს ბოროტი და აირჩიოს კეთილი და აირჩიოს სიკეთე, რომელიც არის მაცხონებელი და სასუფეველო შეყვანა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა შეგიდოთ, ყველას წოდოდი და შეგიწყოთ.